მეგობრო, პალეტის გასვლა რას ნიშნავს? ეს არის პალეტნიცა. პალეტის გასვლა ნიშნავს, რომ ეს პალეტები, რომელიც არის 25 კილო, 25 კილო, 22 კილო და რაღაც. აი ესე უნდა ათრიო ხელით და ჩაალაგო შიგნით ვიღაცას მოწონს მაცივარი რა. ხო და რომელი ტენტის გახსნა არ ჯობია, ეხა ამას 33 პალეტი ადექნა მან ჩაალაგეთო. ჩემი წლის განმავლობაში პალეტები მე სულ მაქვს გაცვლილი ისის პირველ კომპანიაში რომ მუშაობდი სამჯერ და აი გავწყლი წელში რასაც ქვია თან სიცხეში ხა კიდე სიგრილეა მაგრამ სიცხეში არის საშინელება ამის თხრევა წინ და უკან თან მხოლოდ ის ხო არა ეს პალეტები იქიდან გამოათრიე და აქ შემოიტანე თქვათ აქედან მე როგორც კუბიკ ისე უნდა აწყო ყველა არეტევა ეს ჯერ უნდა დადო ამოყერავებული მე პირიქით მე ამოყერავებული პირიქით და ესე კუბიკ უნდა აწყო მაგაში რა და ამიტომ ვიღაცა იმიცის ხოლმე რომ აი მაცივარი არ არის ადვილია მაცივარიც არის კი ბატონო ჩვენთან ასეთი პალეტის გასვლები არ არის ჩვენთან ერთადერთი ლოჯისტიკა მაცივარი სადაც პალეტის გასვლა არის მაგრამ ესე ჩალაგება არ გიწევს თვითონ საგარეებლები ჩიაქვს შიგნით და რამპაზევე გამოვალთ გარეთ ამ ესე ფიზიკური მუშაობა არ გიწევს და სხვა შემთხვევაში მაცივრის გარდა ტენტი არაგაბარიტული კონტეინერი ცისტერნას ყავს ხო თერმოსების ყავს ასეთ შემთხვევაში პალეტების გასვლები ჩვენთან შეიძლება ითქვას რომ არ არის არც ტენზე არც არაგაბარიტულზე თავისთავად არც კონტეინერზე არც თერმოსზე და არც ცისტერნას ყავს სხვათა შორის და ჩვენს ყავს მაცივრები ოღონდ ჩვენთან ორ ეკიპაჟებიანებია მაცივრები ახლა ესეც მეუღლესთან ერთად მუშაობს ეგან თავი გამოყრენ გოგომ რაღაცა უთხრა ხო და ჩვენთანაც არის მაცივარები, მაგრამ მხოლოდ ორ ეკიპაჟიანები და ჩვენთან ხანდახან არის მაცივარზე პალეტის გასვლები, ოღონდ ესე პალეტისაში სალაგებელი არ არის. საგორაებლი ჩვეულებრივ იმ ელექტროსაგორაებლით ის გამოიტან აქედან და შეიტან რამპაზე. თუ მაცივარზე წავა ვინმე ორ ეკიპაჟიანზე, ძირითადად წოლები მუშაობენ ხოლმე მან, ან თოლქმარი, ან ძმები, ან ოჯახის წევრები და ან მეგობრები ან ასე შემდეგ რა. ხო და რეალურად ეს არის პალეტის გასვლა მეგობრებო. და ვიღაცა იტყვის ტენტი არ მინდა მაცივარი მინდა. აბატონო მაცივარს ერთ-ერთი დიდი მინუსი ესა აქვს სხვა კომპანიებში ჩვენთან მეორე არის გაცვლები კონკრეტულად მაცივარზე, მაგრამ ასე ხელისათრევი არაა, ფიზიკურად არაფერს აწევა არ გიწევს და სხვა შემთხვევაში ახლა მაცივრის მინუსები დავთვალოთ ნახე. ჯერ ერთი რომ პალეტების გაცვლა არის და საბუთების გარდა აგერ ამ კაცს ახლა ამ კომპანიაში არ ვიცი რა კომპანია ეს უწევს თრევა, მე ის რომ მაცივარი რიხინებს და ყველგას ვერ ამოუდგები მეგობრებო, იმიტომ რომ რიხინებს ახლა მაცივარი და ეს კაცი დაღლი და რაღაცა ცოტა ისე გზნობად თავს როცა ღამის პირველ საათზე ვიღაცას დაუდგები და ამ ხელაზე რიხინებს ახლა ეს კაცი შულია იმიტომ რომ ნებრივია цаრიელია და იმიტომ ხო პლუს მაცივარზე ხშირად არის რომ პროდუქტები სხვა სახის პროდუქტები გილაგია და ბევრი ცემერები თითო ყუთს თავის ცემერი მოყვება და 33 პალეტი როა ეს თო პალეტზე რო სხვა სახეობა ლაგერა აი ასე არის ხოლმე პაჭკა ცემერების რომელზეც უნდა შეავსო, დაწერო რაღაცეები, ხელი მოვაწერო და ასე შემდეგ. პლუს როცა დასლაზე მიდიხარ, მაცივარს თავისებური ჩაბარება ჭირდება ამ ტვირთს, რომ გზაში რამე ხო არ გაფუჭდა, როგორც ჩვენ გვაქვს ტახოგრაფზე ამოსაბეჭდის რასპეჩატკას რო ეძახით, იგივე აქვს მაცივარს. და შეიძლება ეგ მოგთხოვონ. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ შიგნით ძალიან ცივა ამ მაცივარში, როცა დასლაზე ხარ. და შიგნით როცა შეხვალ საწყობში და იცლები სანამ ამ ტვირთს ყველას არ გადმოალაგებენ და თქვათ მე ბოლო პალეტიდან, შუა პალეტიდან, თავში პალეტიდან პირველ ყუთს ან შუაში ან ბოლო ყუთს ამოიღებენ და ამ პროდუქციას ჭრიან თქვათ კიტრია თუ ავოკადოა თუ საზამთროა თუ არის ყველას აფუჭებენ ხოლმე ასე თქვათ გაჭრიან და ამოწმებენ შიგნით რაღაც სპეციალური ზოგ ზანადგარებიც აქვს და ამოწმებენ რამე ხო არ მოვიდა ეს ვარგისი არის თუ არა ანუ იმ სტანდარტებს შესაბამება თუ არა და სანამ ამას არ იზამენ და ამ ყველას არ დაცლიან ის კაც შეიძლება მოვიდეს ანუ ის შემოწმებელი შეიძლება მოვიდეს 5 წუთში, შეიძლება მოვიდეს 15 წუთში, შეიძლება არ მოვიდეს 40 წუთში და ამ ყინვაში დგეხარ შიგნით. და ელოდები, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს და რომ მოვა იქ უნდა იყო. და თუ ვინცობა რომელიმე ყუთი ან რომელიმე პალეტი გაფუჭებული არ არის, თქვა 10 დაცლან არის ხოლმე. ერთხელ რომ ერთ პალეტს ან ორ პალეტს დაგიბრუნებენ, ანუ რეთმს ეძახიან, დაბრუნება უნდა გააკეთო, კიდე ცალკე საბუთები უნდა შეავსო. პლუს პალეტების გასვლასაც ცალკე საბუთებია შესავსები. ამიტომ
თუ ვინმე იძახის რომ ტენს მაცივარი ჯობია, არ დაგვავიწყდეს ამის პლუსები და მინუსებიც და ამის პლუსები და მინუსებიც. ამის პლუსი ერთადერთი არის ის, რომ კარს გააღებ და დაკეტავ. დანარჩენი ამას უამრავი მინუსი აქვს, მეგობრებო. ხა ამის ძალიან გაზაფრავკე, ამის რასპეჩატკა იმასკენი, პალეტები გაცვალე, ყინვაში შიგნით დაელოდე რაღაცას, ყველას ვერ გაუჩერდები გვერდზე. იმიტომ რომ იხინებს, ყველა ადგილას ვერ გაჩერდები გარდა პარკინგების, ახლა მე შემიძლია წავიდე და ახლა აქ ვდგება, აგერ უკანად შემიძლია. გადავიდე იქ სოფელია მე ხო უბრალოდ სხვა რამის უმა გამოვა რა გაჩერებული რომ მინდა უცებ გადავიდე გერმანიის საზღვართან და სოფელში ჩერდები ხოლმე იქ. როცა მაცივარს იხინებს, რას გაჩერდები, იქ ხალხს გააყროებ, ხო? და ტენს ვითომ ტენტის გახსნა გიწევს და რემის დაბმა რეალურად, მაგრამ რომელი ტენტის გახსნა და რემის დაბმა არ ჯობია, ახლა ეს კაცი მოკვდა რომ უყურებ ვინმე დაიბრუნდა, ხო? და ამას კაი რეისები აქვს, ეს ბევრ ადგილას დავდივართ. ეს ძირითადად ადის სამაცივრის საწყობებში. ან კი ბატონო, შეხვალ, გამოხვალ ტერიტორია, მაგრამ ამას საინტერესო რეისები აქვს. ტენტით ბევრგან კაი ადგილას მოხვდები, შეიძლება მაღალმთიან ადგილას მოხვდე, შეიძლება ზღვასთან მოხვდე, შეიძლება იქ ამას ზღვასთან რა უნდა, ან მაღალმთიანში რა უნდა, ხო? მივა ძირითადად ქალაქებში დადის მარტო იმაში, სადაც მაცივრებია, ხო? ამიტომ ამას კარგათაა მეგობრებო გასააზრებელი ეს რეალურად ამის პლუსები და მინუსები და ამის პლუსები და მინუსები ვინც კონკრეტულად მაცივარზე არის მაცივარზე აქვს მოთხოვნა. რეალურად ტენტის გახსნა არაფერი არაა დამიჯერეთ. არც ტვირთის დაბმა და ტენტის გახსნა ტვირთის დაბმაც ხანდიხან გიწევს, ისიც ხანდიხან გიწევს, მაგრამ ამ ხანდიხანს აი ამას დამიჯერეთ ეს ბევრად ჯობია და აქ მართლა წელზე მოდის დატვირთვა. და აქ სხვადასხვა მოძრაობები გიწევს და ორგანიზმი მდენერად აღვიძებ ასე ვთქვათ, რომ ეს აქ მუშაობა სასარგებლოა. ეს პირიქით წელისთვის დამღუპელია, მე რასაც ვუყურებ რა. პირადად განვისადე რამდენიმეჯერ და საერთოდ არ მახსოვს თბილად. პლუს მაცივარს ძალიან ხშირად ჭირდება ხოლმე მეგობრებო დასუფთავება. აი ახლა ეს ადამიანი აკეთებს. ტენსაც ჭირდება ხოლმე, მაგრამ ამას ხანდიხან და ეს უფრო თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად მოულით და სისუფთავეში გექნებათ შიგნით მისაბნელი, ხო? მაგრამ მაცივარზე ითხოვენ. აქაც არის შემთხვევა, რომ ხანდიხან ითხოვენ, მაგრამ ხანდიხან ითხოვენ და იქ სულ სუფთად უნდა კონდეს. და გავე ხა ეს რაღაცა, კაი გამოგავე, მაგრამ ეს ნაგავი ხო უნდა წაიღო ცალკე ჩაყარել, ნუ წვალებაა, ზედმეტი წვალება, ესეც ერთ-ერთი მინუსია. აი როგორც ახლა მან ჩადო რაღაც ცელოფანში გადაყრს ახლა ადგილად. ტენზე არის ადგილები, სადაც მაგალითად რულონები თუ არის ქაღალდის ჩვენთან იშვიათად, მაგრამ სხვადასხვა ტვირთებია და იგივე რულონებზეც ეს ქაღალდები რო იდება, ქვევით თუ რამე კენჭები ან რაღაცა გდი ამ ქაღალდს აფუჭებს და ამიტომ შეიძლება მოგთხოვონ, იქვე არის ეს ყველაფერი თუ თქვენ არ გაქვთ პირადად ეს ცოცხლით რაღაცა, იქვე არის ხოლმე. მაგრამ ამას ჭირდება ალბათ რა ვიცი 50 დატვირთვიდან ერთხელ. და ამას ჭირდება 50 დატვირთვიდან 45 ჯერ დასუფთავება, ხვდებით? განსხვავება არის ყველაფერში რა. ასე რომ თქვენ გასაწყვეტია მეგობრებო, ვისაც გნებავთ, ჩვენ გვყავს მაცივრების, ტენტის, არაგაბარიტულის, თერმოსი არის, როცა მაცივარია, მაგრამ ასე მაცივარი ვითაა, ოღონდ აგრეგატი არ ადგას. უბრალოდ ისეთი პროდუქტები გადაგვაქვს, რომელსაც გაგრილება არ ჭირდება, ან ძირითადად ზვირიანი ტვირთები, რომელსაც ელექტრონული ბოქლომი აქვს. ანუ თერმოსი, მაცივარი, არაგაბარიტული, ტენტი, კონტეინერი და ცისტერნა. კი ბატონო, ჩვენთან ყველაფერი. ფასები ჩვენ შემთხვევაში ერთი და იგივეა ყველგან, გარდა არაგაბარიტულისა, როგორც ვითხარით, +3 ევროა და ცისტერნაზეც +5, +10 ევროა გააჩნია ვინსად რომელ იმაში მოხდება ლოჯისტიკაში ასე ვთქვათ. სხვა შემთხვევაში ჩვენთან ხელფასები ერთი და იგივეა, აგერ ეს ადამიანის როგორც ვახსენე, მეუღლესთანაც არის სავარაუდოდ და ჩვენ შემთხვევაში ერთი ეკიპაჟი თუ ვთქვათ, გამოსცილ მძღოლზე ვსაუბრობ 2800 თუ აქვს ამას, იმასაც აქვს ჩვეულებრივად 2800. ერთ და იგივე ხელფასია ჩვეულებრივად. გინდა ტენზე იყავით, გინდა. ნუ არა ძირითადად ორი ეკიპაჟიანები ტენზეა ან მაცივარზე. ხა კონტეინერს ორი ეკიპაჟიანი არ ჭირდება, იმიტომ რომ კონტეინერი დიდად შორს არ დადიან და ორი ეკიპაჟიანი საჭიროა, სადაც შორი რეისებია. ასევე ხა ჩვენთან დამატებულია ცისტერნა, მაგრამ ცისტერნაზე ინგლისურს ითხოვენ და ინგლისურად გარკვეული ტესტები არის შესაბარებელი და ტრენინგია გასავლელი. კონტეინერზე სხვადასხვა პორტებს, სხვადასხვა პლასტიკურ ბარათებს ითხოვენ და პატარა ტესტირებებია გასავლელი და პლასტიკური ბარათის ფული ღირს, რომელსაც კომპანია აფინანსებს, თითო ბარათი 50 ეურო ღირს თუ არ ვხდები და რამოდენიმე ბარათი გჭირდება სხვა პორტებს, თქვათ 5 შეიძლება დაგჭირდეთ. ანუ კონტეინერზე ძირითადად ინგლისურია საჭირო და ეს ბარათებია გასაკეთებელი. ტესტირებები თქვენ უნდა გაიაროთ, ფულს კომპანია გადაეხლის. ცისტერნაზე ადერ ცისტერნა საჭირო და კარგი ინგლისურია საჭირო და ტრენინგია გასავლელი ერთკვირიანი დაახლოებით. მაცივარზე კი გითხარით ყველაფერი, ტენზეს კი გითხარით, არაგაბარიტულზე კი გითხარით და არჩევანი თქვენზეა მოკლედ.
აი აგერ მაცივარი ამ ხელაზე ვიხინებს ახლა თუ ისმის ხმა არ ვიცი სადგას ანუ ეს 5 მანქანით გვერდზე დგას და მეც კი მესმის აქ ხმა დღისი და ხა ღამე ხო უფრო მეტია ხმა ამიტომ ცოტა უხერხული მომენტი არის ჯერ შენს რო გძინავს ისე ვერ გძინავს თან ზოგი მაცივარი კარგია ზოგი ცოტა ვიბრაციას გამოცემს და ეს ვიბრაცია გადმოეცემა პირდაპირ იმაზე კუზაოზე რა ამიტომ ესე მეგობრებო აი ხან ახლა ეს ორი რაღაცა დაახლოებით 50 კილო უნდა დაითხრიო და წაათხრიო კი ბატონო სათავე წაიღე კი ბატონო ესე არაწიო და ისე გადააჩუში გადმოაჩუში მან მოკდა ეს კაცი აჰა კი არ არის ყოველთვის ჩვენთან ეს არ გიწევთ ჩვენთან არ გიწევს პალიტას ჩალაგება მაგრამ მაინც არასასიამოვნოა დამიჯერეთ იმის გამო რომ ვითომ კარი გავაღო და ვსიო სხვა რამდენი მინუს ჩამოვთვალე ხო ამიტომ რა გითხრათ მეგობრებო ყველამ თქვენზე მოირგეთ რაც გაწყობთ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან საშუალება ყველაფერს არის ტენტის არაგაბარიტულის მაცივარის თერმოსის ცისტერნას და ასე შემდეგ აბა თქვენიც ოჩაღად ყველა